გურა მოდიშარიამ სამინისტროს ბოლოს 3 თვის მუშაობაში აჯამა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მედიის წარმომადგენლები იუნესკოს კომიტეტის ბოლოს ხდომის რეზოლუციით დაინტერესდნენ. კულტურის მინისტრის განცხადებით ბაგრატის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთანუსხიდან ამოღების საკითხი გადაწყვეტილია. მისი თქმით, ტაძარმა გამორჩეული უნივერსალობის კრიტერიუმები დაკარგა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით კი იუნესკოს ახალ რეზოლუციაში მცხეთასთან დაკავშირებით დადებითი ჩანაწერები გაჩნდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტრო შეიმუშავებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სახელმწიფო პროგრამას. სპეციალური კომისიის თავმჯდომარე კი პრემიერ-მინისტრი იქნება, ხოლო მოადგილე კულტურის მინისტრი გურა მოდიშარია. ხელების ვაშლი გახდა ეს ბაგრატის ტაძარი. პარიზში როდესაც ვიყავით ამ წლის დასაწყისში, მათ გვითხრეს მაშინაც, რომ ბაგრატის ტაძარი ნელ-ნელა ამოდის. ფაქტობრივად არ განიხილება ის იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფ სიაში. მაგრამ ერთი წელი გავა თუ ორი რამდენი ხანი გავა, ეს კაცშვილმა არ იცის, ჩვენ ამას ესე იგი ვერ ვეგუებით თავისთავად, არ გვინდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო, ძალიან წყლის და გული გტკივა თავისთავად, მაგრამ გადასარჩენია სხვა ძეგლები, რაც შეეხება ასევე მცხეთას. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის, მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ასე ვთქვათ თავმჯდომარე დაგულებები იქნება პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჩვენი მინისტრი იქნება კოორდინატორი. ან ჩვენ სამინისტროს და ჩვენს მინისტრს იქნება კოორდინატორის ფუნქცია უწყებათა შორის ამ შეთანხმებისთვის, ხოლო ეს პროგრამა იქნება უკვე დამოკიდების მთავრობის დონეზე იქნება, იმიტომ რომ სხვაგვარად დადებითად საკითხი ვერ გადაწყდება და სხვაგვარად მცხეთის ძეგლებსაც შეიძლება დაემუქროს ამოღება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან და გელათის საკითხიც არ არის ცალსახად, რომ იცოდეთ მოგვარებული ჯერჯერობით.